დილამშვიდობისა საქართველო დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. ექსკლუზიური ინფორმაცია ლოტოს მუდმივ მოთამაშეებს. დღეიდან 49-ის ნაცვლად 6 ძირითადი ციფრის არჩევა მხოლოდ 36-დან მოგიწევთ. რატომ სვლის საქართველოს ლოტარიის კომპანია თამაშის წესს და რამდენად გაზრდის ეს ჯეკპოტის 3.400.000 ლარის გათამაშების შესაძლებლობას? ამ ყველაფერს ჩვენი სტუმარი დაწვრილებით აგიხსნით. წარმოგიდგენთ საქართველოს ლოტარიის კომპანიის ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორს ბატონ ავთანდილ წერეთელს. დილამშვიდობის საქართველო. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ჩვენი ეთერის საშუალებით ეძლევათ ლოტოს მოთამაშეებს ამ სიახლის შეტყობა, ასე ვთქვათ. პირიქით დიდი მადლობა, მე მოხარული. ძალიან გასაიდუმლოებული იყო გუშინ ღამემდე, ხო ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ სწორედ გუშინ იყო თუ არ ვხსები გათამაშება. გუშინ ასე ვთქვათ გავაცილეთ ჩვენ ლოტოებში 59-დან იყო ბოლო გათამაშება. მე მართლაც მოხარული ვარ, რომ თქვენი ეთერით საშუალება მომეცა ჩვენს მომხმარებელს პირდაპირ ეთერში ვაუწყო ეს მართლაც უნიშნულოვანესი ინფორმაცია ჩვენი კომპანიისთვის. დღეიდან ნამდვილად იწყება ახალი ისტორია ლოტოს ცხოვრებაში და ალბათ ნამდვილად ყველა ჩვენი მომხმარებელი მიხვდება თუ რამდენად მნიშვნელოვანი ცვლილება ეს. მე დარწმუნებული ვარ, უკვე სახრიდან გავიდა მაყურებელი, უკვე იყიდა ძალიან. 13 ციფრი გამოაკლდა. აი, რამდენად ზრდის ეს შანსი და 6 დარჩა იგივე. იცი, ჯერ მაინტერესებს რატო ცვლის თამაშის წესს ლოტარიის კომპანია. ძალიან კარგი შეკითხვაა. იმიტომ რომ მოიგოს. ძალიან ბევრი გამარჯვებული იყო და მაინც ბევრი თანხა გაიცა. უდავოდ ამასთან დაკავშირებით შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენ უკვე ამ 9 თვის განმავლობაში ჩავატარეთ 73 გათამაშება ლოტოსი და ყავს 35,000-მდე უკვე გამარჯვებული და გადაცით უკვე 11 მილიონ ლარამდე უკვე გაიცა და ეს დამეთანხმებით ნამდვილად სერიოზული შედეგია, მაგრამ ჩვენ ვთვლით რომ ამ თამაშს აქვს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი და ახალი მატრიცით, ეგრეთ წოდებული მატრიცა ქვია მას. რაც არის 3.400.000-ია ჯეკპოტი და არა, მე დავაზუსტებ უკაცრავად 3.500.000-ია შემდეგი გათამაშების ჯეკპოტი 1 ოქტომბერს ჩატარდება პირველი გათამაშება ახალი მატრიცით 636-დან და ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს ჩვენ თელს კომპანიას. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, აი გარანტირებულად ვთქვათ, რომ ამ მატრიცის შემთხვევაში ჯეკპოტი უნდა გათამაშდეს. იცით რა, ჯეკპოტი უნდა გათამაშებული იყო წინა მატრიცის შემთხვევაში უდაოდ და გათამაშდებოდა, უბრალოდ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მოტივირებულია ცალსახად იმით, რომ იმთავითო საქართველოს ლოტარიის კომპანიის მიდგომაში მთავარი იყო კლიენტზე ორიენტაცია და ჩვენს მომხმარებელზე ორიენტაცია და სწორედ ამით არის მოტივირებული ჩვენი გადაწყვეტილება და ძალიან ნათელია ეს ალბათ ეს მოტივი იმდენად მარტივია თქვა ამის დანახვა მომხმარებლისთვისაც და ფაქტია რომ გაცილებით იზრდება შანსი თავი რომ დავანებოთ რაღაცა რთული სტატისტიკური ფორმულების გამოყენებას და გადავღალოთ ჩვენი მომხმარებელი 13 რიცხვით ნაკლებია, ანუ გაცილებით ადგილია გამოიცნო 6 ციფრი 36-დან ვიდრე 59-დან. ხათაშორის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ზის და რაღაც კომბინაციებს ითვლის. ზოგია უბრალოდ მე მაგალითად შემხოტრია ასეთი, რომ თავისი ახლობლების დაბადების დღეების რიცხვებს ავსებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გამართება არანაირი გამოთვლა აქ არა შეიძლება ადამიანს საერთოდ მივიდეს, არც კი დახედოს ისე იყიდოს სიტყვაზე. და აღმოჩნდეს რომ მან იცით რა, მეტი მნიშვნელოვანი რა უნდა ვთქვა, საერთოდ მატრიცის ამათოვე მატრიცის წარმატება მსოფლიოში ლოტოში ძალიან ბევრი სხვადასხვა მატრიცა გამოიყენება. 659-დან იყო ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მატრიცა მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ დავაკვირდით ჩვენს გათამაშებების განმავლობაში ბაზარს და შევისწავლეთ, საკმაოდ დიდი კვლევა ჩავატარეთ ამ მიმართულებით და დავწუნდით რომ 636-დან არის სწორედ გაცილებით უფრო შესაბამისი და შესაფერისი მატრიცა საქართველოს ბაზრისთვის, გულისხმობ იმას რომ შედეგად ჩვენ გვეყოლება გაცილებით მეტი რაოდენობით გამარჯვებული, როგორც ჯეკპოტში. ყველა კატეგორიას ახლა აბსოლუტურად რა თქმა უნდა, როგორც ჯეკპოტში, ასევე მაგალითად გეტყვით თუ ადრე ყავდა საშუალო თითოეულ გათამაშებაში რამდენიმე ასეული გამარჯვებული, ახლა გვეყოლება რამდენიმე 1000 თითოეულ. ანუ ეს სიკეთე ასე ვთქვათ უფრო მეტ ადამიანზე გადანაწილდება. იცით რა, უფრო მეტ ადამიანზე გადანაწილდება, რა თქმა უნდა, ეს სიკეთე და ჩვენ არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ ჩვენი მთავარი მიზანია ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება, რომ მეტი გამარჯვებული იყოს. მე დარწმუნებული ვარ, ალბათ ეხა ძალიან ბევრი გვიყურებს და ბევრს დაებადება ეს შეკითხვა. კიდე შეიძლება შემცირდა ეს? ციფრები, ანუ ამ იმედით შეიძლება ძალიან ბევრმა იყიდოს და რამდენად არის შესაძლებელი რომ მატრიცა კიდე შეიცვალოს. ეხლა ამის თქმა ძალიან რთულია, ამას ალბათ კიდევ მრავალი პერიოდის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ, კვლავ უნდა შევხედოთ თქვა როგორი იქნება შედეგები, მაგრამ ჩვენ ღრმად გვწამს, რადგანაც ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ძალიან სერიოზულ დათვლებებზე დაყრდნობით
და წამს რომ ის წარმატებული იქნება საქართველოში და კიდევ უფრო მეტი ოჯახი გაიხარებს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მე პირადად რო იყოს 6-16-დან 6 არც. პირადად იმედი მაქვს რომ ჯეკპოტი გათამაშდება. მინდა ავიღო თქვენგან პირობა რომ ამ შემთხვევაში ჯეკპოტის გამარჯვებული პირველად ჩვენს გადაცემაში მოვა და ემოციებს გაგვიზიარებს თუ წინააღმდეგი არ იქნება თვითონ. საერთოდ მოვიდა და არ წავიდა მეორე დღეს. წინააღმდეგი არ ვიქნებით პირიქით ჩვენ იმდენად მოუთმენლად ველით ამ ყველაზე იღბლიან ადამიანს საქართველოში რომ აუცილებლად თქვენი ეთერით მას გავასხმოთ საქართველოს. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხავთ ჩვენს მომხმარებლებს თველი ხნის განმავლობაში ერთგულად იდგა ჩვენს გვერდით და დიდ როლს ასრულებდა ჩვენი ბიზნესის და ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმიანობის განვითარებაში და რა თქმა უნდა მინდა დიდი მადლობა გადავუხავთ საქართველოს ლატარიის კომპანიის გუნდს რომელმაც მართლაც თავდაუზოგავად იშრომა რომ ეს ცვლილება ასეთ მოკლე დროში განხორციელებულა. სხვადასხვა კიდევ ერთი სიახლე რომელიც დაახლოებით 2 თვეში შევაძალაში როგორც ეთერს მიღმა აღნიშნეთ შესაძლებელი გახდება ბილეთების ონლაინ რეჟიმში შეძენა. დიახ, კი ბატონო, ჩვენ მუდმივად თავაზობთ სიახლეებს ჩვენს მომხმარებელს, მოგეცანებათ, ეხლა ხან გავუშვით ახალი თამაში საერთო სპორტის მოყვარულთათვის. რომელიც ჩვენს სახზე გადის. დიახ, ასევე უამრავ სიახლეებს თავაზობთ ის გაყიდვის არხების მრავალფეროვნების და საერთოდ კომფორტული შესყიდვის მიმართულებით და ერთ-ერთი იქნება სწორედ ონლაინ შესყიდვა, რომელიც სავარაუდოდ 2 თვეში უკვე გაიშვება. მოკლედ ყველანაირი კომფორტი და ყველანაირი პირობა მომხმარებელს. რაღა დაგვრჩენია, წავიდეთ უნდა ვიყიდოთ ნამდვილად, იმიტომ რომ მე იმედი გამიჩნდა რომ ეხლა მაინც მოვიგებ რამე. შანსი გაცილებით მეტია დამიჯერეთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დიდი მადლობა ამ სიახლისთვის. ბატონო ართენდულ წერეთელი გახდათ ჩვენი გადაცემის რომელსაც დავამშვიდობებით. თქვენ უბრალოდ მოგებას გისურვებთ ჩვენ გავთ რეკლამაზე, რეკლამის შემდეგ დავბრუნებით წინგელით საინტერესო რეპორტაჟი მათ ვისაც სილამაზის მიმართ გაქვთ უტოლვა, ასევე პირდაპირ ჩართობი და საინფორმაციო გამოშვება. დაგვალოთ.